როდესაც გაურკვევლობაში მყოფი ევროპა შიშობს, რომ რუსულ საფრთხესთან შესაძლოა მარტო დარჩეს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეიარაღებული ძალების 4 ვარსკვლავიანი გენერლების საპირისპიროს ამტკიცებენ. შეიარაღებული ძალების კომიტეტზე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აფრიკის სარდლობის მეთაურთა მოსმენა ორ ნაწილად, ღია და დახურულ განხილულად დაიყო. თუმცა სენატის შესაბამისი კომიტეტის ვებსაიტზე აიტვირთა გენერლების ანგარიშები. აქ კი საქართველოსზეცაა საუბარი. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი ქრისტოფერ კავოლი გაზრდილ რუსულ საფრთხეებზე საუბრისას საქართველოსზე წერს. რუსეთი იყენებს არასტაბილურობას ევროპის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში. იმ მიზნით, რომ გაზარდოს გავლენა შეერთებული შტატების ხარჯზე. საქართველოში პრორუსულმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ თბილისი მოსკოვთან დაახლოვა. მოლდოვაში რუსული გავლენა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაიზარდა. მოსკოვი ჩაერთო არჩევნებში ხმების მოსყიდვის თაღლითურ ქმედებებში, კიბერშეტევებში და საარჩევნო უბნების აფეთქებების შესახებ ცრუმუქარებში. 2024 წლიდან რუსეთი ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან ჩამოაშოროს. რუსეთის განზრახვა ნათელია. ის ცდილობს ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას, ცდილობს გაზარდოს საკუთარი რეგიონული და გლობალური ძალაუფლება და შეამციროს ამერიკის შეერთებული შტატების ძალა.